კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ტალღაზე FM 102.4 საზოგადოებრივი რადიო რჩება პირდაპირ ეთერში და ამჯერად პროექტი ხაზის რადიოა თქვენს რადიო მიმღებებში. ეს რადიო მიმღებებში და თუ კი ინტერნეტს სტუმრობთ, რადიო 1.G მისამართზე ჩვენი გადაცემის როგორც მოსმენა, ასევე ხილვაა შესაძლებელი. ეკა ვარ ტალახაძე და როგორც ყოველ სამშაბათს ლალის ეთურიძესთან ერთად გხვდებით ამ სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონო ლალი. გამარჯობა. ხაზის რადიო სამშაბათი ფესვები და ფრთები ესაა ტრადიციით ბუზებული ორი განძი, რომლებიც შეგვიძლია გადავცეთ მომავალ თაობას. ლალის ეთურიძე სტუდიაში სტუმრად ადამიანი, პრაქტიკულად მასპინძელი, ხაზის რადიოს კონსულტანტი და რა ვიცი, როგორ წარმოვადგინა უკვე ახალი რეგალიები აქვს ხოლმე ბატონი მიშალის ამოუწურავი წყარო და ცნობიერის მამატიანი და ერთგული მეგობარი, გულშემატკივარი და რა თქმა უნდა, ახლაც მივმართეთ მას, ვინაიდან ჩვენი ცოტნოს აღემატება დღეს და ბატონი მიშა მართლაც არის ესეთი უტყუარი მემატიანე და თანამოაზრე იმ ადამიანების, ვისაც რაღაც ჩვენ წარმოვადგენთ, ყველაფერის დაწვრილებით და კარგად ახსოვს და ჩვენ საზოგადოებას შევახსენებთ, ვინ იყო ნიკოლოზ კაპანაძე. მოდი ჯერ გაიჟღეროს სიმღერა, სადაც ნიკოლოზ კაპანაძის ხმაც გაიჟღერებს. Čamorboda, rudavani kordicis, da miskides gabadrus, pavil trovas bandabis, svindai porogorsom, gazavuridzis kiri, tradazit modamashet, cetacera, izazivi, tradazit modamashet, Celkačke pridacivi, miskideze kaltuli, movida et sagamos, da smarat kusugderda, imrušuv čusamos, kodaro kočnisnubi, potnari danazi, cindavit angelozi, cizdasavšvivi, Mindavit angelozi, sizda samotvišvili, čuk-čukit čamorboda, rudabani kornizis, da miskides gabadrus, vagitrovas bandabis, cvindai horogotsom, gazavuridzisvili, pradazit motamashet, celkačkega izazivi, Madazvit motamashet, celkačke pridacivi. თქვენ არ ვღეროდით, ვინ არიან? ეს 59 წელია ჩაწერილი. და ვინ არიან? ამ დროს პირველ ხმას თვითონ მომიამღეროდა. მეორე ხმას მომღეროდა ავიძბა. მესამე ხმას კოლე კაპანაძე, მეორე ხმას კაპელაში მომღეროდა ერთი შესანიშნავი კაცი, ირაკლი კვირკველია. და ხელმძღვანელი გურამ ბაქრაძე. გურამ ბაქრაძე აუცილებლად. გურამის იდეა იყო თავიდან ბოლომდე, მაგრამ
მე გამოვცეხლე მამიას ნათქომა პირველ ხმა, ამიტომ მე მამია გავიცავენ 64 წელში უკვე ისე აღარ ქონდა ხმა ეს პირველ მეორე ხმას უღერო და მე ისიც გაუჭირდა, იმიტომ რომ გული აწუხებდა ყოველთვის რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა ხონდა. საოცარი სისუფთავით არის ჩაწერილი, გინდა ის ჩუჩუხი ჩამორბოდა და გინდა ეს აღარ იძრის, ფეილის. ყველა გუნდი მღერს დღეს საქართველოში, მაგრამ აი ასე ვერავინ ვერ იმღერა. გურამის კვარტეტი. აი ყველაფერი როგორ დაიწყო? ნახეთ, ეხლა ჩვენ გვაქვს ეს ხმა ბატონი გურამ ბაქრაძის. ეს ანსამბლი ვოკალური კვარტეტი 1957 წელს ჩამოაყალიბა. მასში შედიოდნენ შესანიშნავი პროფესიონალი მუსიკოსები, მომღერლები, მამია ხატელიშვილი პირველი ტენორი, ალექსანდრე ავიზვა მეორე ტენორი, ნიკოლოზ კაპანაძე ბარიტონი და ირაკლი კურკველია ბანი. მიუხედავად მათი მაღალნიჭიერებისა, ერთ წელიწადზე მეტი ისე ვიმუშავეთ, რომ სცენაზე არ გამოსულვართ. პირველ რიგში საჭირო იყო საანსამბლო სირთულეების დაძლევა, საკუთარი საშემსრულებლო სტილის გამომუშავება და რაც მთავარია, რეპერტუარის დადგენა. ფაქტიურად ქართული რეპერტუარი არ არსებობდა, ამიტომ შეუდექი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებთა არანჟირებას. ჩვენ ვისმენდით ბატონი გურამის ხმას და მაინც აი როგორ სტილს ჟანრს მიაკუთვნებდით თქვენ ამ კვარტეტს. როგორც ვიცი ისინი ხალხურსაც ღეროდნენ, ქალაქურსაც ღეროდნენ, კომპოზიტორი, აი ბატონი გურამიც განმარტავს მაგას რომ. კი, მაგრამ მაინც ეს სუფთა კლასიკური სტილის კვარტეტი იყო, თვითონ გურამი იყო შეუდარებელი ხორმე. ახლა მე ვთვლი რომ საქართველოში ასეთ ხორმეისტერი ახლა ვისაც უნდა ეწყინოს. როგორც ხორმეისტერი, როგორც პიროვნება, როგორც ინტელიგენტი, როგორც საოცარი პროფესიონალი იყო გურამი. ნუ შეიძლება რაღაცა ზოგი ბრალსდებდა პრაგმატულობა არ ქონდაო და აი გეტყვით სახელმწიფო ანსამბლიდან მე მთელი საქართველოს საყურადღებოდ გაუშვეს ეს ანგელოზი კაცი იმის გულს საზღვარგარეთ ვერ გვატარებსო. ვერ წაგვიყენე როგორ წაიყენე ის 77 წელში ის დიდი 4-თვიანი გასტროლი, მეორე გასტროლი ამ გურამის გასტროლი იყო, გურამი ჩაატარა სხვადასხვა აღიერეს, უძლიერეს ხორმეისტერად, უძლიერეს დირიჟორად, ხელით, ყველაფრით, განათლებით, ყველაფრით, ნუ გაუშვეს, იმიტომ საზღვარგარეთ უნდოდა სიარული თურმე ეს ქონიათ ჩვენ მომღერლებზე მოცეკვავით ოცნება და წავიდა ისე ვაშკაცურად ადამიანი. მეც იმის გაზრდილი ვარ გურამის, აი არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. და თქვენც მოიყავით ამაში, ხო? მე ირაკლი კვირკველიამ უცბად უარი თქვა დაახლოებით 62-ში 63 წელში სიმღერაზე, იმიტომ კაპელაში სიმღეროდა უფრო მჭედლობას ეწეოდა ირაკლი, ძალიან კაი ხომჭედელი იყო და ნუ ახლა კაპელას ვერ შეეშვა, იმიტომ რომ კაპელა მაგის გარეშე ყველას უწევ დაბალი ბანი იყო. ახლა ჩვენ ბოლომდე ვერ მოვისმინეთ იმ აღარ იძრის ფეილში იქ დაბლა კონტროქტავის დიდი ოქტავის რესამობს მღერის წინვალეთ. მე ომარის მე გავუშვა ის და მე მოუყვანია ომარი ჩიტაია არანაკლებ შესანიშნავი ომარი დიდი მუსიკოსია დიდი ვოკალისტებში მე არ მინახავს ომარისნაირად რომელი ვოკალისტი ნოტს კითხულობდეს ასე ყველანაირად ჩემსავით უმაღლესი განათლებით მოვიდა კონსერვატორიაში ომარიც ვოკალურზე და მე ომარი მოიყვანა მეორე დღეს რომ მეორე წელიწად 65-ში უკვე მე დავბრუნდი მოსკოვიდან ანსამბლიდან სამხედრო ანსამბლიდან და მამიას ძმა მღეროდა ჩვენთან წინვალე მომღერალი ოთარი ხატელიშვილი და რომ წამოვედი სწავლის გასაგრძელებლად არ დავრჩი შემომთავაზე იქიდან დაურეკე ოთარის მამიას ერთი კაი პირველი ტენორი წამოვიდა მონახია უცელულოდ და მონახა მამიო და ავიძბა წავიდა იმაში და ესე იგი ბატონი ნიკოლოზ კაპანაძე რომელსაც ჩვენ დღეს გვექნება უფრო მეტად აქცენტი აი მისი გზას შემოქმედებითი გზა აქედან დაიწყო თუ საოპერო მიმართულებით იყო ნიკოლოზ კაპანაძემ საამშენებლო საინჟინრო დაამთავრა კეპეი კარგი ინჟინერი იყო დიდი ხნის განმავლობაში მერიაში მაშინდელ აღმასკომში მუშაობდა მთავარი ინჟინერად კეთილმოწყობის სამმართველოში კოლია ხო და თან ღეროდა ჩვენთან ხო მე უკვე აი ცოტა ოდნა მოგვიანებით 65 წლის ბოლოს კოლიამ რაღაც საოცრად იმღერა გერშვინის პორგი და ბესი თბილისის საოპერო სტუდიაში ჩვენ მაშინ სტუდენტები ვიყავით ხო და ეს პორგი იმღერა რაღაც საოცრად მე მგონი ორიგინალში არ უმღერია იქ ამერიკაში თავის ესე პორგი იმიტომ რომ კლასიკური
გარიგნობაც ეკითხა რაღაცა ოცარი ტემბრი კოლეას აი როგორ ხუღუნებდა გამრეკელი იტყოდა ხოლმე ჩემ აი ის სტილში იყო აი გამრეკელი სტილში იყო ხმა მე იმ წელიწადს პატარა თავიდან რომ ამთარგვაძებს მაღლების პრობლემა ჰქონდა პატარა იმიტომ რომ ეხლა ვერ გამოუჩნდა კაცი რომელიც მაღლებს კარგად დაუყენებდა მე ნელ-ნელა გამოასწორე და 65 წლის ბოლოს უკვე მიიღეს ჩიმაკაძემ მიიღო აჩილ ჩიმაკაძე გიждდებოდა კოლეაზე იმ ფიროსმანის გამო და მე ბოლოს ბაზბარიტონად იქცა აი ლეპორელოს მღეროდა ამბობენ კიდევაც რომ აი ესე ფიროსმანი არავის არ უმღერია როგორც კოლეკაპანაძე ჩვენ გვაქვს ახლა ვიდეო მასალა ვიზუალურად შეგვიძლია ჩვენება, ასე რომ თუ შეგიძლიათ, შედით საიტზე რადიო 1.ჟ და იხილეთ. უკვე ფეხბედნიერი იყო ხო ეს სახელი? ხო, მე უკვე ცოტა შორის 65 წელში მოსკოვში ჩატარდა ძალიან დიდი გრანდიოზული საბჭოთა სიმღერის კონკურსი. იქ მივიღეთ ფაქტობრივად ჩვენ ძალიან დიდი წარმატებით ლაურეატები გავხდით.
მეორე პრემია ავიღეთ, მე პირველი პრემია უნდა ავიღო, მაგრამ იქ ჩაერივნენ ვიღაცები და ბაქოს კვარტეტი რო იყო გაია. იმას მისცეს ჩვენ მეორე მოგცეს, მაგრამ ჩვენ ხალხი დარბაზიდან ყვიროდნენ რომ ამათია პირველი. რა პერიოდიდან გადაწყდა და დაარქვით ფიროსმანი? აი, როდის დავარქვით, იცი, აი მამია რომ მიდიოდა ჩვენგან უკვე მე, იმიტომ მამიამ რაღაცა ცოტა მამია ექსტრავაგანტური ბიჭი იყო ძალიან ის რაღაცა ბიჭია თურაში წავიდა, აი გუნდი გააკეთა. ბევრ ადგილას ქონდა მამიას. მე ჩვენ მე კოლე და უმარი დავრჩით. ცოტა ხალი ჯემალი ბაღაშვილიც მოვიყვანეთ კვარტეტში, მოთხოვდა ჯემალი ამაყობს ამედე კვარტეტში. მე გოვენჭეიშვილი მოვიყვანე, გოვენი ვის არის? ვოკალისტია. ხო და მე ნუგზარგელაშვილი, მე დადგა საკითხი ჩემი გორდელაში გადასვლაზე სტუდენტი ხარო და იყო გორდელაში. როგორც იცი ბატონი კოლიაც იყო გორდელასთან დაკავშირებული. მე ბოლოს ჩემ უკვე 70 წელში მივიყვანე მე კოლია და უმარი მე მივიყვანე გორდელაში. ხო და მანამ მე უფრო ადრე 3-4 წელს ადრე გადამიყვანეს. ხო მაგრამ მე ისე გავნაგრძობდი კვარტეტთან, იმიტომ რომ ვერაფრობით პირველი ტენორის პრობლემა ვერ გადაწყვიტეს. რთული იყო პირველი და აი ეს ანანურ ციხე რომელსაც ახლა მომეც, აი ორივე გარო ვიყავი. კაცი მაშინ და გვაქვს ახლა ჩვენ მაგის საშუალება გადას, მაგრამ მანამდე ერთი მინდა კიდე დავაზუსტო. ბატონი გურამი, აი აქედან შემდეგ გადავიდა სახელმწიფო ანსამბლში ერთდროულად. კაპელის სამხატვრო ხელმძღვანელი მთავარი დირიჟორი იყო, კაცო. კარგად ბოლოს მახსოვს გურამი, როცა კაპელიდან გადადიოდა სახელმწიფო მასწავლებლის ხელმძღვანელად, გამოსათხოვარი ისეთი რა კაპელას დაემშვიდობა, ფილარმონიის დარბაზში მისცა კონცერტი, კაპელა შესანიშნავად ესე იგი სკრიაბინის გუნდები ქონდა გაკეთებული, მაგრამ ძალიან ისი ზიმნა დაროგა ისი რაღაც გამოიწდა. ხო და რუსულ ხალხური სიმღერები, საერთაშორის მოცარტი, კარგად ძალიან წაიღო და მე გადავიდა იქ. საერთაშორის ისეთი კაცი იყო, ძალიან ტოლერანტული, გეკითხებოდა ყველაფერს და ყველაფერში გიდგა გვერდით. და სხვა ერთი კი არის, ბატონო, აღარ გადავხედე რეპერტუარს, არა? ეტყობა კაპელას და თიზავისი პროფესიული აწყობიდან შეიძლება ითქვას. აქვს ესეთი რეპერტუარიც კვარტეტს, შუმანის ნაწარმოებებს აქედან ამის იდეით მენდელსონს, ვებერს და ჩვენ შეგვიძლია კიდევ ახლა ამ იდეით შექმნა გურამი, რომ ეს უნდა შესრულებრო. ზოგიერთი მენდელსონის ქართულ ტექსტზეც აგაკეთებული იგივე შუმანი. შუმანის მინეზინგერი აგაკეთებული, ჩვენ შეგვიძლია კიდევაც მოვისმინოთ ეს და აი აქაც ბატონი კოლიას ხმა ჟღერს, როგორც ვიცი, გამორჩეულად. Праздник славный наступает, Минезенгеров турнир. Город пышный встречает и большой готовит пир. Вдохновение миг волшебный будет им на нем, а искусство щит надежный и живое слово меч. Собралось народа много из соседних городов, всюду шум и оживление, флаги и венки цветов. На украшенных балконах все красавицы сидят и с улыбкой в разговорах на толпу они глядят. Вот уж трубы прогремели, минезенгеры вошли. Ну теперь начнется скоро праздник редкой красоты. Ну теперь начнется скоро праздник редкой красоты. Ну теперь начнется скоро праздник редкой красоты. Ой, теперь начнется скоро, пой, 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 праздник редкостный большой. Пой, пой, пой. ესეც შუმანი. მაგრამ ესეც ხო, ну მაშინ მოდური იყო ეს. ბატონო, ერთი კიდე მინდა კითხა, მაინც ცნობილია ხა ბატონი მამიას ოქტეტში მე სულ თითქმის მისი სიმღერები იმღერებოდა, დისკიც აღმოსული, სადაც მხოლოდ მისი სიმღერები, რასაც ოქტეტი იმღერებს, მაგრამ აი ამ პერიოდში თუ ქმნიდა სიმღერებს, უკვე როცა თქვენთან აი გურამ პაგასპატეთთან. კარგი ხარ გოგო. მაგ პერიოდში ახლა რუსთაველის იუბილეზე დასვით კონცერტზე თეატრში მე ვიმღერე სხვადასხვა კარგი ხარ გოგო და დოლურში დოლურში მღერიან 4 მაგ ჩანაწები ჩვენ ვთქვით მე აი ეს დოლური გავაგიჟეთ ჩვენ საკავშირო
საერთაშორისო კონკურსზე. ესა მე ყოლია მამია და ომარი რო გავედით, მაგითი გადაირია უწესოი წამოდგა, შტაეთ такое, что და თან სიმღერის კონკურსიც იყო რა ერთდროულად და ტექსტი არ აქვს, ერთად 100 ციხე შესაძლოა, თორემ უნდა პირველი პრემია მივიღო, მამიას ხორუმზე გადაირივნენ. ხორუმიც დოლურის გვაქვს და ხორუმიც. ჩამოთვალოთ და მოვასმინოთ. დოლურის ირაკლი კირკველია ბანი, კოლე კაპანაძე ბარიტონი, მეორე ხმა ავიძბა და მამია აქაც პირველი იყო, იმიტომ რომ საოცარ კაცავდა. ისეთი შეფასებით მოიტანეთ ახლა ჩვენამდე, ამით გადავრიეთ ჯერ. კი არა, თვითონ ნაწარმოებზე გადაირივნენ კაცო, მაჭავარიანი კაცო რა. Dum 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 dim bidabdi dum bidabdi dim bidabdi dum 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 dim bidabdi dum bidabdi dim bidabdi dum 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 dim bidabdi dum bidabdi dim bidabdi dum 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 dim bidabdi dum bidabdi dim bidam dum 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 dim bidabdi dum bidabdi dim bidabdi dim dum dim bidabdi dum 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 dim bidabdi asitsi feshangruli dum 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 dim bidabdi dum bidam vidavire da monstile rapopila sheni guli rovegarda vi morchide bidabdi dim bidabdi dim ეს მაჭავარიანს ეს სავიოლინო ვერსია იყო. სავიოლინო კონცერტი იყო, ამას ლიანა უკრავდა სრულიად პატარა ახალგაზრდა. როგორ ლიანა დაუკრავდა, მე მამიას ალღო ქონდა რაღაც ფანტასტიკური და მოისვინეთ და გაგიჟდა ამის იგივე და მე გურამ ბაქრაძემ გააკეთა ეს ვერსია. მე გურამი გააკეთა. მამიას იდეა იყო სხვათა შორის ეგ და იგივე იყო იმას თბილისური სერერა და მამია რომ მოისვენა მუსკომეტი გაგიჟდა. თუმცა თქვენ ხორუმზე გსურდათ განსაკუთრებით. აი ხორუმი თუ მამიას. ეხლა ხორუმი ჩვენ ჩავწერეთ მე მამიამ და ყოლემ და უმარიმ ჩავწერეთ 65 წესში. ახალი დაწერილი ჰქონდა. მერე დავიწყებას მივეცით, იმიტომ რომ ვიფიქრეთ ახლა და ჩავწერეთ რა იყო მაგ და ხანვინი მღერა, ნუ რობერტი ბევრი ეცადა ძალიან გოგოლაშვილი ხანვინისა მერე რომ მამიას ეს ანთოლოგია ეს ალბომი შედგა და ვერ ვიმღერეთო, ვერ მოვერიეთო. ხო და მე რადგან და ისევ ჩვენი ცელაწერია, აი ჩვენი ნამღერი 65 წელში ნამღერია შეტანილი ალბომში მამიასი აი ეს ახლა ეს კვარტეტი მღერის აქაც. არა, ხო, მამია, კოლია, ომარი და მე.
მართლაც ძალიან რთული შესასრულებელი უნდა წარმოებია. მაგრამ პირველი ხმა ძალიან რთული, სულ სოლდიეზები და ლაიბია სულ. კი, ჩვენს მენელს აუცილებლად შევახსენოთ, რომ პირდაპირ ეთერში ვართ ქალბატონ ლალი 249-192 ან 249-292 პრაქტიკულად ისე მუსიკალურ კულტურაზე ვსაუბრობთ, რომლის თანაზე არის, მე ვფიქრობ, მსმენელთა უმრავლესობა უნდა იყოს ამდენად თქვენი ინტერესის შესაბამისად დაგვირეკეთ თუ გაქვთ სურვილი. მე ვფიქრობ, ახლა კოლია კაპანაძეზე უნდა ვისაუბროთ გამორჩეულად ხო ბატონიშა. ოჯახით ხომ არ დავიწყოთ? კი, აი მეუღლეს ვესაუბრებ მაშინ. ნაირა კაშია. სმენელი ყვაჩერ მოდის და მე კარგი ვისაუბროთ რა შევწყვეტოთ ფასესაუბრ. დიახ გისმენთ? დილამშვიდობისა. გამარჯობა. ეთერში ვარ? დიახ, გისმენთ ბატონო. გამარჯობა. ბატონ მიშასთან მაქვს შეკითხვა. ანა ნორციხე მომღერია სოლისტი ვინ არის ეგ? მე ვარ, მე კაცო. ასე თვითონ ბატონო მიშა. რა დიდი მადლობა. მოგასმენთ დღეს ამ სიმღერას. იგი აი ხო აუცილებლად ცოტა ხანს. აი პატარას ვიტყვით რაღაცას და მოგასმინეთ. კოლიას ყავს წინვალი ოჯახი. აი საერთაშორისო ამით იყო უფრო გულდასაწყვეტი ყველა ადამიანის სიკვდილი და თან ისე გარდაიცვალა კოლია მოსკოვში თენგიზ ჩააგდა ზალიშვილის ხელში. ну სრულიად ახალგაზრდა 51 წლის ну ეს იყო ფანტასტიკური თავზარდამცავი სხვადასხვა მე ჩამოვასვენე მე მოსკოვიდან და რაღაცა დიდი ეს რა დრო იყო იცით ეს ის დრო იყო როცა კოლიამ საოპერო თეატრში იპოვა თავისი გზა იმ წინა ღამით წასვლის ღამეს აქედან რომ გაფრინდნენ მოსკოვში იმიტომ მე და უმარი ვერ გავფრინდით ბილეთი არ იყო ხო და თენგიზი და კოლია გაფრინდნენ მოსკოვში და იმ ღამეს ლებორელო იმღერა სხვადასხვა არ იყო თეატრში მაშინ ბანი რომელიც ლებორელოს სიმღეროდა ლებორელო ურთულესი რაღაცა საოცრად იმღერა საოცრად ეს დახანცული როგორც ეთყობა წავიდა იქ მოსკოვში რაღაცა აქ იმღერა ლებორელო და იმ ღამეს გაფრინდა მოსკოვში თენგიზთან ერთად და რაღაცა რო გავაცილე აეროდრომზე კი, ეხლა ერთი წუთით ვანომიშათ სვენელი ყავსა ტელეფონზე ძალიან ბოდიში გიხდით. დიახ, გისმენთ? ეთერში ბრძანდებით, აღარ დაგველოდოთ, გისმენთ? ალო? გისმენთ? დილამშვიდობის ქალბატონ ლალი. ძალიან ესე იგი ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ აი მოძებნეთ ეს მომღერლები და კიდევ ერთხელ გაახმოვანეთ ეს ძველი კვარტეტი კაპანაძე. აი სიმღერები უნდა მოასმენიოთ ახლანდელი ისინი კვარტეტები რო ეს უძვირფასესი რაღაცა და განსაკუთრებით მინდა აღნიშნო აი ამ კვარტეტის შესრულებით ულამაზეს სიმღერები და დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ გურამ ბაქრაძეს, რომელიც იყო დახვეწილი ინტელიგენტი მუსიკოსი, რომელიც მაინც არ უნდოდა რომ დიდი გამოჩენოდა ესა და იყო და კარგ საქმეს აკეთებდა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით ქალბატონ ლალი. მე გახლავართ ერთ-ერთი ძველი მომღერლის კუსავაშაძის ქალიშვილი და როგორმა ვერ ყვევი სიმღერებში. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. მადლობა კიდევ ერთხელ და ეს თქვენს თემაზე საუბრობთ. ხო და ისე და სწორედ იმ დროს როცა აღზევებული იყო კოლია ძალიან, იმიტომ რომ ამზადებდა დღე-დღეზე მზად ქონდა მურმანი ემზადებოდა კიაზოსთვის, იმიტომ რომ კიაზო მოგეხსენებათ ცოტა ისეთი განსაკუთრებით დო მაჟორშია დაწერილი მთელი მეორე მოქმედება ღმერთო იხსენ დაუშველი ჩვენ ბედნიერ მხედრობასა ხო და ამისთვის დიდხანს ოცნებობდა კიაზოზე, იმიტომ რომ მაგის ხმისთვის იყო მორგებული. აი აბესალომ მურმანი მთლიანად მზად ქონდა, აი ლებორელო იმღერა, სხვა აი რაღაცა ხო ტოსკაში იმღეროდა სხვათა შორის საკმაოდ წარმატებით და რო ვიფიქრეთ, რომ აი კოლიას გადალახული ქონდა ეს მაღლების პრობლემა თავიდან ქონდა, იმიტომ ახლა სოლო ლაბემოლები უნდა ქონდეს, ხო ბარიტონზე თავიდან ახლა ნუ აი ეს ღმერთო შეგწოდე, მაგრამ ისეთი პედაგოგების ხელში გაიარა, სხვადასხვა შეიძლება ვერ შეძლეს იმათ, რომ ის მაგრამ სწორად იღებდა, მაგრამ აი თეატრისთვის უფრო ისეთი მოხურული ვიღერა და დაიჭირა ის ბოლოს. ნუ ამაზე გვიხაროდა სულ და გავაცილე აქედან და კეისი ეჭირა ხალხს და მითხრა დამიჭირეო ხელში. ცოტა მძიმე რა არის მძიმე მეთქი მე ვთქარა ეთქობა გული ეს დაიღანა სიმღერა და იმ ღამეს რო ჩავედით ჩვენ დილას უკვე გადაცვლილი და ხუდა და მე უყურე ყავს ნაირა კაშია მე წუხელის ვესაუბრე ქალბატონ ნაირას
შესანიშნავი ქალბატონი, აი შეუდარებელი. აი ეს ოჯახი რო დარჩა ასეთი, შვილები ყავს. რამდენი შვილი ყავდა? ორი გოგო სოფიკო და ნინო ყავს. ორი გოგო ყავს, იმ გოგოს შვილები ბევრი არის 4 თუ 5. მუსიკა როგორც ეს ხაზით უგრძელდება ეს გენეტიკა. ხო არა, გოგოები მოგესალმებით ნაკლებად აგრძელებენ შვილების გენეტიკა, განსაკუთრებით პროფესიონალურ მუსიკაში ხო ვოკალისტები არიან ხო, მაგრამ არა, არც ერთი, მაგრამ შესანიშნავი ოჯახები ახალდონაირა ძალიან უხელის მესაურა, კარგად არის ძალიან და მე ჩვენ გვინდოდა კიდეც რომ ქალბატონაირა ყოფილიყო ჩვენთან. ხო, მაგრამ გუშინ ახლა როგორც ეთქო მუშაობს, რა ვიცი, რაღაც არის და მეც გაუბედე სხვათა შორის. მანამდე მსმენელმა გთხოვა ბატონიშა, იკითხა უფრო სწორად ანანურს ვიმღერისოს. არც უმღერი არავის სხვა. ხომ მოგვასმენინებთო და აუცილებლად მოვასმენინებთ, ბუნებრივია. Rasavina trirasara pikrevit gerzenazoni Bagnahe khwalla martoli zoveti zozonazovi Das bagnahe khwalla martoli zoveti zozonazovi Varte vie kona Sofede perina parketi de do mali mergona Yirmi statotani gadano triuni da garsalo Vina pasta mi siena pasena stana sada sao Vascato, tencina, che bo vascato da utunaro Vascato, tencina, che bo vascato da utunaro ასე შეუსრულეთ ჩვენს მენელს სურვილი და მე ვფიქრობ არა მარტო თუ ჩვენი მსმენელი რომელსაც დაგვირეკა სხვაები ძალიან გაყოფილი დარჩავდნენ მართლა ჩვენს დიდი სიამოვნება მივიღეთ არაჩვეულებრივ შესრულება როგორ ზარივით გიჟღერთ ხმა ბატონიშა ახლა პატარა მე ისე კოლეჯს გასევიდით ელო კოლეჯ დაუსრულებელი შეიძლება ისაუბრო დაუსრულებლად კოლეჯზე საოცარი ბუნების საიყო საოცარში ესე ოჯახზე აღლა მაგათ ოჯახში რომ მიხვიდოდი აი არნახული სუფრა ისლებოდა ყოველთვის არნახული ძმები ყავდა გადასწრები კობა და პეტა პეტრე კაპანაძის შვილები არიან ეგენი მოგეხსენებათ დიდი პეტრე კაპანაძის და ხო და რომ მიხვიდოდი მაგათ ოჯახში სათანადო ადგილი იყო უზარმაზარი სურათი პეტრე კაპანაძის გამოგრული მამამისის და რომ მიხვიდოდი აი წამოსვლა აღარ გინდოდა ესე ერთი წუთი კიდე შევწაღან შევყოვდე და სვენიაც მოვსმინოთ დიახ გისმენთ ორი მსმენელი ყოლებად დიახ გისმენთ მოგესალმებით. აი ლაპარაკისკენ მიჭირს ცრეგლების მარჩობს. და დიდი მადლობა იმისათვის. და განსაკუთრებით ეს ანადური. ეს მარშები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. კიდევ ერთი მსმენელი დიახ გისმენთ. ალო. ალო. გამარჯობათ. მოგესალმებით ბატონო. დიდი მადლობა, სულ ყველას ხშირად მიხო. ხო. ბიზზე, გაიმეორე სიმღერა. ხო. ია, ბიზზე სიმღერა თუ შეიძლება. შეუსრულოთ ჩვენს მსმენელს გამიმეოროთ ბიზზე სიმღერა. ამი დავასრულოთ. რა მელის მებია ახალგაზრდა რა არის ეხლა კი გავიგე სოლი ეს აი ბიზზე თქვენი კომენტარები თუ დამიდია კი ბატონო ეს 68 წელი ეს საინტერესო რაღაცა იუმორისტულ ისეთი მელანქოლიურს მოგიყვება
ჩვენ მოასწრეთ სიმღერა და ლაბემოლია როგორი ორკესტრობა გაკეთებული არჩის Sapede per vida la che ti devo mani me gona Assolutamente. Irmi stato tani gadano priuli მეტალიას მას Lei va smoco di Vina casta mi siena pasena stata sada sao Hanna lurzi khera gebam se onzela nam sknualo Loskato tensina che bo loskato da udunaro Loskato tensina che bo loskato da udunaro ესეც ბისი და სვენელები ყავსთია კისმენ დილამშვიდობისა 10 ჯერო გაინეროს არ მომწინდება მაგრამ გასაუბრება გინდა რაიმე უღრესი პატივისცემით თქვენდანი კიდე ბატონიშას და შეუდარებელი ხარ ბატონომიშა ეს ამ განსაკუთრებით მე მაინტერესებს ეს შეკითხვა მაგას ესეთი აი გაზაფხულა ბუჩქის დილას ამას ვიმღე ეგ ჯანოს შვიდკაცაა შვიდკაცაა ხო ჯანოს შვიდკაცაა ხო იქ მამიას გაკეთებული იყო უბრალოდ ხო მე რაღაცა მეცნო ხო მამია იქ წამყვანი იყო და ყველაფერი კითხეთ რაც გნებავთ უნიკალური ყველაფერი აღარ მოგაცდენ დიდი მადლობა კიდევ ერთი სპენელი ყავს დიახ ისმენთ ალო მოგესალმებით გენაცვალე ქალბატონო ლალი ქალბატონო ეკა ეს სამთვისინი ყო თქვენ დაბადების და მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ბატონ მიშას თან მაქვს ერთი შეკითხვა თუ შეიძლება ბატონო მიშა თუ თბილისში თუ ყავთ გუნდი და თუ პედაგოგი მოღვაწეობა პედაგოგს როგორ მოღვაწეობ გორში ის დიდი გუნდი ავადგინე თბილისში სადა თბილისში ახლა აი ძალიან ბევრ ცდილობ რო ტეტეოს გუნდი ავადგინე იმიტომ რომ ბოლო 30 წელი ხომ მე ვიყავ ძალიან კარგი თუ შალვა გუნდი კაპიტები მაინც გაიმეთეს ამ გუნდისთვის არ ვიცი რა ისე თბილისში გუნდი არ არის ხალხო საერთოდ არ არის თბილისში გუნდი მოკლა ამ 7 კაცებმა და 5 კაცებმა და 3 კაცებმა კაცო სულ ერთი დიდი გუნდი არის თბილისში ამ ხელახალხს არ მაქონდე მადლობა დიდი მადლობა ძალიან აქტუალური იყო ჩვენი სპეციალისტის მიკითხე დიდი მადლობა და თორცდები კიდევ ერთი მსმენელია ალო ალო გამარჯობა ბატონო გისმენთ მიგესალმებით თქვენ თომას თქვენ გეორგიევიჩ გამარჯობა გეორგიევიჩ კარლო იცი არის გეორგიევიჩ ახლა გუში ხო გდახება რა დღეს რატო გიეკავ აი თქვენ ანანულს რო უსმენ რა მგონია იცით აი ვაჟამშაველას პოეზიას რო ვკითხულობ ყოველ საკითხვაზე ახალ რაღაცას ვიგებ აი მაქსიმღერის მოსვლა და რაღაც ახალი ენერგიით ვსევიდა დიდი მადლობა ამისათვის მადლობა კარლო მაგარი დიდი მადლობა ძალიან მაგარი შეფასება მოგცათ მართლა და კიდევ ერთი სპენელი ყავს დიახ გისმენთ ალო დიახ ისმენთ როსაც აგაცნობ უბრალოდ ვერ მოვიწვინე მე ტაქსი დავზექი 70 კაცი და მუშაობდა და ყველაფერს გადაცემს ხედა და თქვენ ალბათ იცით მე მგონია და ყველა ამის პას თქვენ ამხელა ბედნიერებას ანჩეთ თელ საქართველოს ამხელა სიხალოს ანჩეთ ჩვენი სურვილი ეგ არის რომ გაგახაროთ რომ მეცმა გაიხარეთ თქვენ აი თქვენი ფეხზე ადგომის წინაშე თქვენ მუხს ვიყრით ჩვენი სურვილი ეგ არის ჩვენ სპენელებს მივანიჭოთ სიაბონება და თქვენ ძალიან წიაღრები მოიყვებით პატარა სამწუხაროც არის და სახუმაროც არის მოხლა კოლია რო დიდი მწუხარები დიდი აი მოკლედ აი სიცოცხლე აღარ გინდოდა მე მაგალითად ის ასეთი ახლობელი აი ბადრი დავასაფლავეთ თოიძე ხო ერთი კვირის იმის შემდეგ კოლიას 97 წლის შემდეგ მე ასეთი მწუხარე ვარ ხოლმე ბადრი აგრეთვე ჩვენთან იყო ერთად გაზრდილი და მე მინდა სრულიად საქართველოს მიუსამდურო ბადრის გარდაცვალებას და რო გავაკეთეთ უზარმაზარი პურმარილი გავაკეთეთ დაბადავდით სულ ყველა სულ და როსტომ ლორთქიფაინზე მაუღო წესი და მე ახლად იწყებდა როსტომი მაშინ ეს პატარა საბებაში რომ იყოთ ხო იქ არის ახლა როსტომი ხო რეჟისორია ხო და აუღო წესი და დიდი პურმარილი გავაკეთეთ არჩილი რა თქმა უნდა არჩილი დავაყენეთ თამადად 87 წელია და
ну ძალიან კარგად წაიყვანა მე არჩილი ასეთი მთვრალი არ მინახავს ბოლომდე აი 2-3 საათი ვიჯექი და ისე კარგად მოიგონა ყოლია ყველანაირად ტირილი მწუხარება ცრემლის ყურადა და ბოლოს წამოდგა არჩილი უკვე კარგად ავართ სულ ყველა და დავიღუპე ხალხო 2 მეტრიანი კაცი იყო არჩილი უზავ დავიღუპე ხალხო რა იყო მეტი და მოკვდა ჩემი ფიროსმანი მოკვდა ჩემი შემოწიოდა და მე მევნა ბიჭო შენ მაინც არ მოკვდე კაცო და ბედნომიშა დასმენელი ყასკიდა დიეთის ალო დიმამშვიდობისა მოგესალმებით ყველაფრისთვის უღრმეს მადლობას მოგახსენით და სტუმარმა რომ ძანა რომ გუნდს ვერ ვქმნიო თბილისშიო ჩემი წინადადება იქნება რომ სკოლებიდან შეარჩიოს მოსწავლე ახალგაზრდები და ისეთ გუნდს შექმნით რომ ბადალი არ ეყოლება როგორც ამათ გუნდს ქალბატონო ძალიან დიდი მადლობა რომ ასე შევასწავლეთ რა შესაქმეში სკოლების გუნდი აგერ პლეხანოზე ანზორის სიცოცხლესთვის ფიცულოთ უყველა იქ არის აი 50 წელს გადაწყვეტილებას გულისხმობს იცით ბადდომიშა ხო მაგრამ სკოლაში სადაც საჯარო სკოლები თუ შეიქმნა რატო ვეუბნებით ცეტეუს გუნდი რატო გინდა ქალბატონო იცით რომ აი 50 წელს რო გადაცდება ადამიანი ისინი იყვნენ ამ გუნდში ტეტეუს გუნდში და ცოდო არ არის კაცი ბრწყინვალე მომღერალი აი დაუშვათ იგივე ილიო ზაქაიძე რამდენი წელიწადი იჯდა სახლში ჯემალი ცხედიანი და 5 წელში ჩვენო მთავრობა რაღაცა აი სამგზავრო ბარათებს აძლევდნენ სატრანსპორტო გაერთიანება ისიც კი დაშალეს მაგაზედაც უარი უთხრეს თორე ის ბავშვების გუნდი კი ასე თუ ისე მაგას ევლება როგორმე მე მესმის თქვენ რასაც ამბობთ რომ უფროს კლასელებისგან ხო მაგრამ არა საერთოდ სკოლებში ადრე ხო იყო ხოლმე გუნდები ხო მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსებთან არა ეს ძალიან კარგი იქნება ქალბატონის იდეა ძალიან სწორია და თუ მაგას ყურად იღებენ მართლაც ძალიან კარგი იქნება ჯერათ უკვე იმ დიდ გუნდზია იგივე ბაზა იქნება მომავალში კიდე ასეთი გუნდები მე ჩვენი მადლიანი ქვეყნიდან საქართველოსდან ბევრი შეგვეხმია და ახლა ლაღიძის საქართველოს ვაპირებთ რომ მოვასმენინოთ ხომ მსმენელს ბატონიშა ეს სიმღერა რომელიც სასახულმოით ლევან ლაღიძის სიმღერა იყო ამ სიმღერის ისტორია თქვენ მაინც მეუბნებით ენციკლოპედია ხართო და მაინც გავიხსენებთ ჩვენ სულ 59 წელი იყო და საქართველოში დიდი ზეიმით აღნიშნეთ თბილისის 1500 წლისთავი მოგეხსენებთ ხო და აი ამ 1500 წლის თავთან დაკავშირებით რეზო ლაღიძემ დაწერა ეს სიმღერა საქართველოზე გუნდისთვის ერთნაწილიანი ჩვეულებრივი 16 ტაქტიანი მელოდია იყო ნუ როგორც რეზო მიცოდა თელს საქართველოს მოედო იმღერა ყველა გუნდი იმღერა სავალდებულო სიმღერად იქცა ზეიმზე და მე რეზომ აი ამ სიმღერის მელოდიაზე ამ მელოდიას შექმნა ის ცნობილი კანტატა გამრეკელი და ანჯაფარიძე მომღეროდნენ და აი ხლა ესენი ეს კვარტეტი მამიასი კოლია მამია ომა ისა ავიძბა და ირაკლი გრიგოლია მღერიან სიმღერად ესეც 18-19 წლებში ჩაწერილი. ეს უკვე მამიას ვერ გაკეთებული ვერსია ხო? გურამი იყო. გურამ ბაქრაძის გაკეთებული ვერსია. Sam
ნათქვია ჭრილობაც არ გათქვია ჭრილობაც არ გათქვია ჩემო სამშობლო გადაზახეს თვებმა ერთი მეორეს თებმა ზვარი ზახილი გაიმეორეს საქართველოს თაველო მიწის ყველა მთაველო გაგახაროს ახალო ჩემო სამშობლო საქართველოს თაველო მიწის ყველა მთაველო გაგახაროს ახალო ჩემო სამშობლო ჩვენი გადაცემა უკვე დასასრულს უახლოვდება. დისკუსია შემოვედით, რა ტექნიკა არ იყო. მე მინდა დავანონსო და ბატონი მიშა უკვე შევიპირო, რომ მომავალში მამია ხატელიშვილზე გვექნება გადაცემა. ჩვენ სულ ყველას 7 წლიდან მუსიკის სწავლა არ დაგიწყვია მოგეხსენება ზოგმა პირველ წელს დავიწყეთ ზოგადად 18 წლიდან და ამიტომ პარტიტურის კითხვაში ცოტა მოვიგოჭლებდით, აი ვინც გვიან დავიწყეთ. სულ ყველა გამონაკლისის გარეშე. ხო და აი მამიაც ასეთ იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში სხვას თავის სიმღერაზე ორკესტრობას არ გააკეთებინა. ყველა ნაწარმოებში ორკესტრობა თავისი იყო, არანჟირება და ეხლა მოვისმინოთ მამიას უნიკალური სიმღერა, კარგი ხარ გოგო, რომელზედაც სოსო კეჭაკმაძე ხოიცი სოსო სიტყვა ძვირი კაცი იყო, არავის არ შეაქებდა ყველა. თქვა ამ წუთში ააყენებ საფლავიდან ბეთჰოვენი და ხელს მოაწერს ამ სიმღერას. ძალიან პარტიტის და ეს იქნება ანონსი, მოდი გადაცემისთვის. წამყვანობა და ანონსა გადაცემა წარადგინა სიმღერა მადლობა ბატონო თქვენ ყველაფრისთვის და ჩვენს ფრენას დიდი მადლობა. სამშაბათთან. მე შევხვდიან. ლალის ეთურიძეს განსაკუთრებული მადლობა დღევანდელი შეხვედრისთვის. თენგიზ ზალიშვილია სოლისტი. კი ბატონო, დროებით. ხაზის რადიო